მოგესალმებით ყველას მედია კავშირი ობიექტივი და გადაცემა პროფესიონალები და საზოგადოება აგრძელებს პირდაპირ ეთერში თქვენთვის მაუწყებლობას პირველ რიგში გილოცავთ კალანდას, გილოცავთ ახალ წელს. ღმერთმა უფლის წყალობა მოგცეს ყველას სრულიად საქართველოს, სრულიად მართლმადიდებლურ სამყაროს და ყველაფერი საუკეთესო მოგმადლოს უფალმა. რაც შეეხება ჩემი გადაცემის დღევანდელ გამოშვებას, პირველი ნაწილი დაეთმობა 14 იანვარს თბილისის ხორავას სახელობის თეატრის სცენაზე ჩატარებულ ულამაზეს საღამოს, რომლის ორგანიზატორიც გახლავთ თეატრალური საზოგადოების ხელმძღვანელი მხატვარი გიორგი გეგეჭკორი და საერთოდ თეატრალური საზოგადოება. თუ ვინ არის კიდევ ამ ლამაზი საღამოს ორგანიზატორები ამის შესახებ თავად ბატონი გიორგი მოგვახსენებს, თუმცა ვიდეო ჩანახატში, ვიდეო ჩანაწერში, რომელსაც პირველი ნაწილის მიწურულს შემოგთავაზებთ და ჩემი დღევანდელი სტუმარი კი გახლავთ არა, სხვა რაღაცა მინდა და ბატონს რომ ჟიურის წევრი, პანტომიმის თეატრის მსახიობი, ქორეოგრაფი, რეჟისორი, ბატონი ზურავ გუგუშვილი, თქვენ გეგონათ სახელი და გვარი დამავიწყდა? არა. მოგესალმებით ბატონო ზურავ, ძალიან დიდი მადლობა რომ თქვენ დღეს ჩვენთან ერთად ხართ და მოდით ახლა მოვყვეთ 14 იანვრის შესახებ. 14 იანვარს ყველამ კარგად ვიცით რომ გახლავთ ქართული თეატრის საერთაშორისო დღე და ერთი რამ მინდა აღვნიშნო, ძალიან საინტერესო მსახიობებმა და რეჟისორებმა დაჯილდოვდნენ და მიიღეს ჯილდოები, მიიღეს პრემიები. უბრალოდ აქ თქვენის ნებართვით მე დავასახელებ ორ ადამიანს, ესენი არიან ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის დაჯილდოვდა ქალბატონი ულამაზესი და უმშვენიერესი მარინა კახიანი, ხოლო მამაკაცის საერთაშორისო როლის შესრულებისთვის აკაკი იგივე კაკო ხიდაშელი და ასევე გიორგი სიხარულიძეს რეჟისორს გადაეცა მარჯანიშვილის სახელობის პრემია. ძალიან ესეთი საპასუხისმგებლოა და მისეული ნიჭით გიორგი სიხარულიძე კვლავ გააგრძელებს და კვლავ გაგვანებიურებს საინტერესო სპექტაკლები. იქით დმანიში მოღვაწეობისათვის კი, დმანიში მოღვაწეობისათვის და აქ უნდა ყოფილიყო გიორგიც უნდა ყოფილიყო ახლა ჩვენთან ერთად და კიდევ რამდენიმე ადამიანი, მაგრამ რაღაც ისე მოხდა რომ გიორგი ბათუმშია, დანარჩენები დმანისში და ამის გამო ბატონი ზურაბი და მე შემოგრჩით ცისფერ ეკრანს, მაგრამ ბატონი ზურაბი ამომწურავად მოგითხრობთ 14 იანვრის შესახებ. გისმენთ ბატონო ზურაბ, რა ხდებოდა ჯერ აი თვითონ თეატრის დღე რას ნიშნავს თქვენთვის? ყველასთვის, ყველა ხელოვანისთვის, განსაკუთრებით თეატრალი ხელოვანებს, მსახიობებისთვის, რეჟისორებისთვის და იმათვისაც კი, ვინც სცენის მიღმა ემსახურება ქართულ თეატრს. ყველას ულოცავ ამ დღეს. ეს დღესასწაული ჩვენი ნამდვილად საუკეთესო დღესასწაულია თეატრებს. ტაში და ეს დღესასწაული დარჩა ყველაზე მეტად რომ აღელვებს მსახიობებს და რეჟისორებს და თეატრის მესვეურებს. ასევე ქრისტესობას და ახალი წლის დღესასწაულებსაც ულოცავ დაემთხვა. ძველით ახალი წელი რა თქმა უნდა, ხო, ქრისტესობა ჩვენ უკვე მიულოცეთ და დღეს ახალი წელი. წარმატებებს უსურვებ სულ ყველას და ჩემ მეგობრებს, ახლობლებს და ღმერთმა კარგი მრავალი ახალი წელი გაუტანა. თქვენ ჟიურის წევრი ბრძანდებოდით, რამდენად საპასუხისმგებლოა ეს ბატონო ზურავ? ეს ძალიან მოწყვლადია საერთოდ მსახიობი და რეჟისორი და თეატრში მომუშავე ხალხი და ამიტომ არ უნდა დააკლდეს ის ქება, თუ არის საჭირო რა თქმა უნდა და არ უნდა ისიც არ უნდა დააკლდეს, რომ რაც იღვაწა იმუშავა და ნამდვილად ეკუთვნის. და ჩვენი მხრიდან ყველა საქართველოში ვინც არის, გნებავთ თბილისში, გნებავთ რეგიონებში, ყველა იმსახურებს ძალიან დიდ ტარს, იმიტომ რომ ნახა ყველამ კარგად ვიცით რომ
ფუფუნებაში არ არიან მსახიობები და რეჟისორები, მაგრამ არა, ისტორიას თავიდანვე სხვა რაღაცას ვიძახით, ღევანდელობაზე ვსაუბრობ. ფუფუნებაში არ არიან მსახიობები და რეჟისორები, მაგრამ ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ ჩვენ საზოგადოების რიგით წევრებს მოგცენ ეს სულიერი საზრდო. ნუ პირველ ყოვლისა ეკლესია გვაძლევს სულიერ საზრდოს, მაგრამ როგორც იტყვიან, მიეცით ხალხს პური და ზრელი სანახაობა და სწორედ აი ამ სანახაობას გვაძლევენ ჩვენი შეუდარებლად ნიჭიერი და საყვარელი მსახიობები და რეჟისორები და სხვათა შორის აქვე უნდა აღვნიშნო რომ ეს ძალიან დიდი დამსახურებაა გიორგი გეგეჭკორის იმიტომ რომ რაც გიორგი გეგეჭკორი არის საზოგადოების ხელმძღვანელი საზოგადოების თავმჯდომარე აყვავდა რეგიონებში არსებული თეატრები და ეს არ ახალია, რასაც ეხლა მე ვამბობ, ხომ? აი ხა გისმენთ რამდენად საპასუხისმგებლო, როდესაც გიორგიმ თქვენ შემოგთავაზათ ჟიურის წევრობა, ну, ალბათ მაშინ უნდა დათანხმდეთ. არ უნდა დაეკარგოს არც ერთი მისხალი ამ წარმატებისა, რაც თან ახლავს სპექტაკლის დადგმას და ну, შეფასება, რა თქმა უნდა. ყველაზე დიდი სიხარულია, როცა მივდივართ ხოლმე და ვეუბნებით მსახიობს, რომ ძალიან მოგვეწონა. ვეუბნებით თეატრის რეჟისორს, რომ ეს წარმოდგენა კარგია და ეს ყოველთვის უნდა იყოს მარტო ჩვენგან კი არა, სახელმწიფო დონეზე უნდა თეატრებს დახმარება და ყურადღების მიქცევა. იმიტომ რომ ჩვენი თეატრი, ქართული თეატრი განთქმულია მთელ მსოფლიოში. ჩვენი არა მხოლოდ თეატრი, კინო, თეატრი და რეჟისორები და მსახიობები ძალიან ბევრ სახელის მომხვეჭები არიან საქართველოსთვის. და აქედან კულტურიდან ეცნობიან ჩვენს თავისთავად ეპოქას ქმნის ხელოვნება და კულტურა, ხოლო გასული საუკუნეების ისტორია, ისე როგორც ჩვენი საუკუნის ისტორია მომავალი ცივილიზაციისთვის აისახება ხელოვნებაში და ხელოვნების საშუალებით მიხვდებიან რა ხდებოდა, ასე გასული საუკუნის ისტორიები ასახულია კულტურა, ლიტერატურაში, კულტურაში და ხელოვნებაში, ნუ მხატვრობაში და ასე შემდეგ, ხო? აი, სწორედ ამით მინდა დავიწყო. გისმენთ ბატონო ზურაბს. სწორედ ამით მინდა დავიწყო, რომ თეატრალური სეზონის საუკეთესო ქართული პიესა შეტანილი გვაქვს ესე მაშინ. არ გაიცა სამწუხაროდ. იმიტომ რომ არ წარმოადგენს, ვინც წარმოადგინა თუ არ წარმოადგენს ეს უკვე ჩვენ არ ვიცით, უბრალოდ ჩვენ არ მოგვეცა ამის შეფასების საშუალება. და ეს ძალიან ცუდით მინდა დავიწყო, მაგრამ მე კარგად გავაგრძელებთ. აი ახლა თეატრალური სეზონის საუკეთესო სპექტაკლისათვის გრან პრი მიენიჭა თოჯინების გაერთიანების ნიკოლოზ საბაშვილის, მიხეილ ჯავახიშვილის ჯაყოს ხიზნები სპექტაკლი. ой, რა რთულ ნაწარმოებს შეჭიდებიან ბატონო ზურა. ძალიან თან იმითი იყო ეს ძალიან საყურადღებო და კარგად გაკეთებული, რომ მსახიობები თვითონაც ესე იყო თოჯინების გათამაშება ერთდროულად და იყო ასევე მსახიობები გაერთიანებულები თოჯინები და ადამიანები, ხო? იგივე მსახიობები, რომლებიც თამაშობდა იგივე ჯაყოს ან სხვა ხევის თავს ასე ვთქვათ. იგივე სათამაშებდნენ თოჯინებით. გასაგებია. იყო ეპიზოდები ესე და ნუ კარგი მუსიკა კარგად იყო გადაწყვეტა, მუსიკალური გადაწყვეტა და მსახიობების რა თქმა უნდა და მე ჩვენ ჟიური ვთვლით რომ ეს იყო საუკეთესო. რა თქმა უნდა, არაჩვეულებრივი გამოვიდა ეს. მეორე თეატრალური ეს მესამეა უბრალოდ. თეატრალური სეზონის საუკეთესო რეჟისორული ნამუშევარი. საბა ასლამაზაშვილი, დავით კლდიაშვილის მსხვერპლი, ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის სახელმწიფო პროფესიული თეატრი. აი აქ მას მიეცა ეს თეატრალური სეზონის საუკეთესო რეჟისორული ნამუშევრისათვის. მეოთხე თეატრალური სეზონის საუკეთესო მამაკაცის როლი აკაკი ხიდაშვილს, როგორც თქვენ აღნიშნეთ,
და ქალბატონი ხო აკაკი ქალის საუკეთესო როლის შესრულებისთვის ხო მაგრამ მინდა დავასახელო რისთვის როლი ფოლგერი ინგმარ ბერგმანის რეპეტიციის შემდეგ სანდრო რემლიშვილის სახელობის მე ნანახი მაქვს ეს სპექტაკლი და არაჩვეულებრივია ყველას კარგი შტაბეჭდილება გირჩევთ რომ ნახოთ კი ასევე თეატრალური სეზონის საუკეთესო ქალის როლისათვის მარინა კახიანი რომელიც განსაკუთრებული სიტყვით მინდა აღვნიშნო იმიტომ რომ დიდი ხნის ნაცნობობა გვაქვს და ყოველთვის ბალეშიკო პროექტიდან გულჩე მატკივრობ მარინას ეგ კარგია რომ დიდი ხნის ნაცნობობა გაქვთ და რა თქმა უნდა ხა უგულ შემატკივრებთ მაგრამ ხშირად ყოფილა ხა ხშირად ვესწრები ხოლმე იგივე მარინა ქალბატონი მარინა სპექტაკლებსაც და ნუ დავშათ ისეთ ადგილებში სადაც მარინაც არის ყოველთვის აქეთ-იქიდან არის უდიდესი სიმპათია უდიდესი სიყვარული ამ ადამიანის მიმართ იმიტომ რომ გარდა იმისა რომ ძალიან ნიჭიერია და ძალიან ლამაზია ძალიან კარგი ადამიანია და ეს იკითხება პერსონაჟში რომ უყურებს ხალხი და ძალიან უყვარს საზოგადოებას მარინა. ერთი რამე მინდა დავამატო. მე მახსოვს იგი მე-10 კლასელი ბალერინა. ой, რას ძალიან წარმოდგენილი მაქვს ახლა რა კაი. და მაშინვე ქონდა გადაწყვეტილი რომ თეატრის ხაზით განეგზო. არა ოპერის და ბალეტის თეატრი. თავად აირჩია, ზუსტად მან დიდდა რამდენიმე გამოშვების წინ და მაშინ პირადად ჩემთან აქვს საუბარი ასეთი ქონდა რომ მე მინდა თეატრალური ინსტიტუტში ჩავაბარო და გავხდე დრამატული თეატრის მსახიობი. ხო და გახდა კიდეც და თავადაც ბედნიერია და გვაბედნიერებს კიდეც მისი გამოჩენით სცენაზე თუ ისე და წარმატებებს გისურვებთ ქალბატონო მარინა. მიდგა ჯერი თეატრალური სეზონის საუკეთესო ეპიზოდური მამაკაცის როლზე. ეს არის იმერელი აბელ სოციალია, რომელმაც ნედიალკო იორდანოვის გონზაგოს მკვლელობაში პიესაში ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის ითამაშა სუფლიორის როლი. ქუთაისიდან მესხიშვილის სახელობის თეატრიდან. აბელს სხვათა შორის მე მყავს ეს ნანახი თოჯინების თეატრშიც. ამ სპექტაკლშიც, აი გრან-პრის სპექტაკლშიც თამაშობს. ხო სტანისლავსკიმ ხო თქვა არ არსებობს დიდი და პატარა როლი, არსებობს დიდი და პატარა მსახიობია და იქ მხოლოდ იმას თამაშობდა და აქ კი გრან-პრი მიიღო ამ სპექტაკლმა, სადაც ეპიზოდური როლისთვის. მე თუ მკითხავთ ეპიზოდური არა, აქ თავარ როლს თამაშობდა. გასაგებია და მე თუ მკითხავთ ეპიზოდური როლი კიდევ უფრო რთული განსასახიერებელია, ხო რა? ეს უნდა მიიტანოს ეპიზოდში ხარ არის ადამიანი, მაგრამ უნდა მიიტანოს თავისი სათქმელი საზოგადოებამდე. საკმაოდ რთული მეჩვენება. ასე რომ ამ ახალგაზრდა კაცმა შვენივრად მოახერხა იქ ეპიზოდის დაგვამახსოვრა თავი ეპიზოდის თამაშით, აქ კიდე მთავარი როლი ითამაშა, ხევისთავის როლი ითამაშა ჯაყოს ხიზნებში. და რა თქმა უნდა ყველას წარმატებებს უსურვებთ. შემდეგი არის თეატრალური სეზონის საუკეთესო ეპიზოდური ქალის როლი. ანა შარვაძე, ნინა, რეზო თაბუკაშვილის უმცროსის არასაფრენი დღეები. აი რუსთავის გიგალორთქიფანიძის სახელობის პროფესიული მუნიციპალური დრამატული თეატრში. ეს რუსთავის თეატრი ყოველთვის იყო არის და იქნება არა. დაგვამახსოვრა მანაც თავი დაგვამახსოვრა ანამ. თეატრალური სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა მსახიობი ვაჟი არაუმეტეს 30 წლის ასაკისა. ეს არის ნიკოლოზ ხრიკული. აი ეს ძალიან კარგი ახალგაზრდა, ძალიან ნიჭიერი, რომელიც ლამბალოს თამაშობდა, ლამბალო და ყაშაში. დამდგმელი ღვთისიაშვილი. ღვთისიაშვილი, კი, მოზარდ მაყურებელთა თეატრი. დიახ, მოზარდ მაყურებელთა თეატრი. თეატრალური სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა მსახიობი ქალი არაუმეტეს 30 წლის ასაკისა ანიკო შურღაია. ქალი, რომელიც ჟან კოქტოს ადამიანის ხმასში ასრულებდა ქალის როლს. ვალერიან გუნიას ფოთის სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრიდან. თეატრალური სეზონის საუკეთესო სცენოგრაფიული ნამუშევარი თეა კოხიანიძემ ნედიალკო იორდანოს გონზაგოს მკვლელობის ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო თეატრში. შეასრულა მშვენიერი, კარგი დეკორაცია იყო და ქუთაისიდან რამდენი ქუთაის რამდენი ჯილდო წაუღია? შარშან გრან-პრი მიიღეს.
შარშან გრან-პრი მიიღეს ქუთაისელებმა. არა, რასაბარო ტრადიციას დიდი კულტურის ქალაქია. ხელოვნების ქალაქია. თეატრალური სეზონის საუკეთესო ორიგინალური მუსიკა ირაკლი ორს გადაეცა ორ პიროვნებას. ირაკლი სიქტურაშვილი და გიორგი ჭღარკავა. ევრიპიდეს იფიგენია აბლიში, ალექსანდრე წუწუნავას სახელობის ოზურგეთის სახელმწიფო პროფესიული დრამატურგი თეატრისა და ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის კოპროდუქცია. აჰა, ძალიან საინტერესო. ზუგდიდელმა რეჟისორმა დადგა სხვათა შორის ეს პიესა და აქ მიენიჭათ მუსიკაში. ხო და ძალიან საინტერესო იქნება. ბატონი გოგი ჩლაიძე იყო ჩვენი ჟიურის წევრი, რა თქმა უნდა. და მან ეგრევე ნუ ეხლა როგორც არავის თქვენ ისე არც გოგი ჩლაიძეს არ ეშლება, რა თქმა უნდა. ეხლა ყველას გვესმის მუსიკა და რაღაც, მაგრამ დარგობრივად სწორად განაწილდა ჩვენი ჟიურის ისა, ზოგი დრამატურგიას უყურებდა, ზოგი რეჟისურას, ზოგი ნუ საერთოდ ის ყავდა ხელმძღვანელი კიდევ მე ჩამოთვლი ამას. კი ბატონო. შემდეგი თეატრალური სეზონის საუკეთესო თეორიული წიგნი. ეს მართლაც ყველამ უნდა წაიკითხოს ხელოვანმა და თეატრის მოყვარულმა ხალხმა. წიგნი მონოგრაფია თეატრის თეორია და ეს ნამუშევარი ირმა რატიანის დრამის პოეტიკა. ძალიან საინტერესო. ირმა რატიანი საინტერესო. კი, და წავიკითხეთ დიდი სიამოვნებით და ერთხმად მივანიჭეთ მას. ძალიან კარგი იქნება და არწმუნებულია. მე-14-ს თეატრალური სეზონის საუკეთესო კრიტიკული რეცენზია, შემოქმედებითი პორტრეტი და ასე შემდეგ. ნაშრომი მანანა თევზაძეს მიენიჭა. აჰა. მანანა ვინ არიან ლამბალო და ყაშა ეს თემა იყო, გარჩეული ქონდა რეცენზიაში და თბილისის ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრში. სხვათა შორის ეს კარგი სპექტაკლია და ურჩევ ყველას რომ ნახოს და აჩვენონ თან არც მე არ მინახავს და აუცილებლად სხვათა შორის ისეთი კარგი ისინი აქვს სპექტაკლები აქვს მოზარდ მაყურებელს რომ ძალიან აი აღზრდელობითი ნიშნულობით შემეცნებით აღზრდელობითი ნიშნულობითაც ძალიან საჭირო სპექტაკლები და საჭირო ეს მოზარდ მაყურებელთა თეატრიდან დიახ და ამითი დამთავრდა ჩვენი ეხლა დავასახე მან საჩხერეს თეატრიც ხომ იყო საჩხერეს თეატრი გიორგი მეტონიძეს ხომ კი მაგრამ ის იყო როგორც სტუმარი წარმოდგენილი აქ მასზე სხვა გასაგებია იმას არ ეკუთვნოდა თეატრალურ ფესტივალს ადრე მიღებული აქვს გრან-პრი ხო მე ვიცი რომ ძალიან საინტერესო სპექტაკლები იდგმება და თვითონ გიორგი მეტონიძე ძალიან საინტერესო რეჟისორია. თორკვარი ძალიან კი ლიკა დარბაიძე. ორივენი ძალიან ნიჭიერები არიან და კარგად უძღვებიან, მაგრამ დიდი ხანია ვიცნობ, იმიტომ რომ ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრიდან სახალხო თეატრების ფესტივალის ორგანიზატორები ვიყავით მე და ზურაბ ხვედელიძე. და ამიტომ ყველა რაც კი საქართველოში არსებობდა 80-მდე თეატრი არსებობდა მაშინ. და მე ცოტა ცუდი დღეების გამო და წლების გამო ცოტა დაიშალდნენ, მაგრამ მაინც კარგია რომ ერთ-ერთი ასე საჩხერის თეატრი კარგად მოიქაჩა და დვანიცის თეატრი თავისთავად კი ქალბატონის ზინას მეშვეობით აღიარებული და გახდა და მე ახლა გიორგი სიხარულიძე მოღვაწეობს და გიორგი სიხარულიძემ სხვათა შორის გუშინ წინ მარჯანიშვილის პრემია ხო თქვი დასაწყისი მარჯანიშვილის პრემია მიიღო ქეთი დოლიძემ და ნინელი ჭანკვეტაძემ და ნანა ფაჩუაშვილმაც კი ყველას მოულოცავთ რა თქმა უნდა ყველას რა თქმა უნდა მოულოცავთ და ეხლა ერთადერთი დამრჩა ჟიურის დავასახელებ ჟიურის თავმჯდომარე გუბას მეგრელიძე თეატრცოდნე ძალიან კარგი ჟურნალისტი კარგი ადამიანი და კარგი მცოდნე ზაზა აბზიანიძე ფსიქოლოგი რეზო კლდიაშვილი დრამატურგი ძალიან ცნობილი დრამატურგი
გოგი ჩლაიძეზე ვინც ჩამოთვალა ბატონმა ზურამ ყველა უნდა ყოფილიყო დღეს უბრალოდ მოხდა ისე რომ ზოგი ადამიანი სტუდენტებთან ახლა მოგეხსენებათ ისეთი პერიოდია გამოცდების პერიოდია ბატონი რეზო სტუდენტებთან იყო ბატონი გუბაზი სულ დაკავებულები არიან იმაში ხელოვნების სკოლაში გიორგი წეღან მოგახსენეთ სიხარულიძე იმაშია ბათუმშია და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და გოგი ჩილაიძე ბატონი გოგი ჩილაიძე არაჩვეულები კი და კარგი კომპოზიტორი ამ ხუთიდან მეხუთე მე თქვენი მონამორჩილი ზურაბ გოგუშვილი და ამ ხუთი ადამიანიდან 4 არის აკადემიკოსი აჰა 4 ჩემს გარდა წოდება ამათ აქვს თეატრალური განვითარებისათვის თეატრალური ხელოვნების განვითარებისათვის შეტანისათვის აქვს ეს წოდებები მინიჭებული ასე რომ კიდევ ერთხელ ულოცავ ამ თეატრებს წარმატებას უსურვებ შემდეგ წლებში და რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა როგორც აი ეს ხრიკული რო ვახსენეთ აი ესეთი კარგი ახალგაზრდები ყავდეს და გაიზარდოს მომავალი თაობა ჩვენს ქართულ თეატრში მეც ვილოცავ და რეჟისორებს და სულ ყველას მეულოცავ ამ დღესასწაულს ვილოცავ ყველას მსახიობებს რეჟისორებს ვილოცავ ბატონ გიორგი გეგეჭკორს რომელიც აი წეღამ თქვი და ვიმეორებ და არ ვიღლები იმის გამეორებით რომ აი მთელ ენერგიას მთელ თავის პროფესიონალიზმს მთელ თავის ურთიერთობებს მთელ თავის ნიჭს დებს იმაში რომ ეს თეატრალური საზოგადოება მყარად და მედგრად იდგეს და მართლა აი ესე დგას და საქართველოს მასშტაბით თეატრებში მუდმივად იმართება სპექტაკლები, მუდმივად არის მაყურებელი და მუდმივად არის ძალიან დიდი ტაში. ბატონო ზურაბ, თქვენ ბრძანდებით პანტომიმის თეატრის მსახიობი, ხო? ადრე ვიყავი მსახიობი. ხო, ნუ ყოფილი მსახიობები მე მგონი არ არსებობენ. და მაინტერესებს აი აქიდან ჟიურის სკამიდან რომ უყურებთ ხოლმე გახსენდებათ თქვენ ან თქვენ თავს აყენებთ რომელიმე მსახიობის ადგილას ქონიათ ესეთი შემთხვევა აი მე მაგალითად ასე გავაკეთებდი რა თქმა უნდა ხედავ და ყოველი მათი წარმატება ვინც არ უნდა იყოს გინდა პანტომიმის თეატრის მსახიობი იყოს რეჟისორი იყოს და გინდა დრამატული თეატრი სულ ყველანი ჩემი მეგობრები არიან ძალიან ბევრი მეგობარი მყავს თეატრში რა თქმა უნდა სხვა ეს არის ჩემი ცხოვრება თქვენ ბრძანდებით ასევე ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის რეჟისორი ქორეოგრაფი უჩა დვალიშვილია და ქორეოგრაფიის სახელმწიფო ცენტრის რეჟისორი გახლავთ ზურაბ ცენტრის რეჟისორი ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის რეჟისორი ხო მასე არ თქვი მე რატო დამაგნიეთ ქორეოგრაფიის თქვენ თქვით უკაცრავად სუ ქორეოგრაფია მარია პირზე რა ვქნა ხო და ანუ აყენებთ ხოლმე თქვენ თავს აი იმ პერსონაჟის იმ როგორ განასახიერებდით ამა თუ იმ პერსონაჟს ვისაც კონკრეტული მსახიობი პირიქით იმდენად მსახიობი ანსახიერებს და ვისაც თქვენ აფასებთ უკვე ჟიურის მაგიდიდან ჟიურის კამიდან აი ხედა ყველა მსახიობს ყველა რეჟისორს უკვე ისე მაქვს გონება ამითი მოწამლული რომ ფილმს რო უყურებ ვერ უყურებ როგორც ჩვეულებრივი მაყურებელი არა გინდა სპექტაკლის ყურებისას იქვე განვისდე ეს რა კარგი რაღაცა გააკეთა რეჟისორმა მსახიობი ბრწყინვალეა ზოგმა მოიკოჭლა ცოტა და რეჟისორს უნდა ეთქვა რომ გაესწორებინა ესა თუ ის ეპიზოდი აი ესეთი დამოკიდებულება მაქვს ესე იგი თავისუფლად ვერ მუდმივად პროფესიულ წვაში ხარ იმიტომ რომ არა ისეთნაირად ვარ გაზრდილი რომ 17-18 წლიდან სცენაზე ვიდექი პანტომიმის თეატრში არ შეიძლება ძალიან დიდი მადლობა ბატონო ზურაბ მე ხა მაყურებელს თქვენის ნებართვით დავუტოვებ 14 იანვარს გახსნის იმ საღამოს გახსნის პირველ 10 წუთს აქ თავად გიორგი გეგეჭკორს იხილავთ თქვენ რომელიც საუბრობს აი მომავალი 1 საათის განმავლობაში მაყურებელს რაელის და ასევე იხილავთ ქორეოგრაფიის ახალი პროფესიული თეატრის
დასის რამდენიმე წევს თქვენ იცით ქორეოგრაფიის ახალი პროფესიული თეატრის ხელმძღვანელი გვანცა ლაზარაშვილი გახლავთ და იხილავთ გვანცა ლაზარაშვილს და მის რამდენიმე ბალერინას და მოვუსმინოთ ახლა ვნახოთ ეს გოგონები და მოვუსმინოთ გიორგი გეგეჭკორს თუ რას გვეტყვის იმ 14 იანვარს გამართული საღამოს შესახებ. მე დროებით გემშვიდობებით არ გადართოთ ამ საინტერესო ვიდეოს შემდეგ ჩვენ გვექნება ჩართვა საფრანგეთიდან თუ ვინ ჩაგვერთვება მერე გეტყვით დროებით. მადლობა ბატონო ზურაბ. მადლობა და მოგესალმებით ისმის გარდა. დიდი მადლობა მომბრძანებისთვის. პირველ რიგში მინდა მოგილოცოთ შრობა ახალი წელი. ბედნიერება, ჯანმრთელობა, ბარაკა და სიყვარული თქვენს ოჯახებში. ასევე დღევანდელი დღე მინდა მოგილოცოთ ქართული თეატრის დღე. ტრადიციულად თეატრალური საზოგადოება ყოველ წელს ცდილობს, რომ ეს დღე არავითარ შემთხვევაში არ გამოდგოს და სხვადასხვა ფორმით ჩავატაროთ ერთმანეთს მოვეფეროთ სიყვარული ვაჩუქოთ და ასევე ყოველდღიურ კონკურსში გამარჯვებულებიც დავაჯილდოვოთ. ეხლა თუ გახსოვთ თქვენ პირველი 2018 წლის 14 იანვარსაც დაახლოებით ესეთი ფორმატში გავაკეთეთ ჩვენ, იმიტომ რომ სულ შეგნებულად მინდოდა რომ კიდე გაგვემეორებინა. გაგხსენებინა ის ადამიანები, ვინც ქმნიდა დრამატულ საზოგადოებას ჩინეთაზე. და ამ ბევრი მითითებია სხვადასხვა ამ თემასთან დაკავშირებით. სულ ერთი თეატრი იყო მაშინ და საზოგადოების შექმნის აუცილებლობა რამ გამოიწვია. მე მაინც მგონია რომ ხელოვნების გარდა სხვადასხვა ფუნქციას ატარებდა მაშინ. თეატრის სხვა საჭიროების წინაშე იდგა და ჩვენთან დაჯილდოების ცერემონიალი გავაკეთეთ, თან პერიოდულად რაღაცები გავიხსენოთ. პირველი რაც გააკეთა ეხლა კაბინეტში გამაგებული დავით სარაჯიშვილის ანდერცი. ანდერცი პირველი რაც წერია უზარმაზარი თანხა დაუტოვა წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებას. წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება კი დააფუძნა, მაგრამ წერა-კითხვის გავრცელება ჭირდებოდა და რასაკეთებს ეხლა ილია ჭავჭავაძე. საადგილმამული ბანკს აფუძნებს ასევე და ვებრსტრაუსის ტექსტის დამდგენ კომისიას. სანამ შემდეგ
კომისიის მუშაობაზე გადავალ და ორივე ისეთ გავიხსენებ და არაჩვეულებრივ ამბავს, რომელსაც ძალიან ფუნდამენტალური შედეგები მოიტანა. მინდა სამი დღის წინ ძალიან დიდი კაცი გავაცილეთ გაბრიელ დინარაძე, რომელმაც 98 წელიწადი კაცურად იარა პლანაზე, სცენაზე ეს ცხოვრება სცენაზე გაატარა და ეხლა 11 იანვარს სწორედ მიუვარეთ ქართულ მიწას და მის სომის საფრთხეს იმათ წუთია იტუბებით წამოვიდეთ ამ ზარმაზარად მადლობა და ასევე ვიც 2026 წელს მოესწროფნა ათას შამპოს ბორის პრეზიდენტა შევეყო თუ რა გაკეთდა 2025 წელს 6 ნომერი ჟურნალი თეატრის გამოვიდა დიდი მადლობა კულტურის სამინისტროს რომელიც ხელშეწყობითაც უკვე წლებია ჟურნალს გამოვცემთ იმედია რომ 2026 წელსაც გვექნება საშუალება დაფინანსება სამინისტროს ხელშეწყობით და მადლობა მინდა უთხრა ჟურნალის რედაქტორს, კოლექტივს, ავტორებს, რომლებიც აქტიურად მონაწილეობენ ამ ჟურნალთან თანამშრომლობენ და ჩვენ ვიგმავთ რომ 27 მარტისთვის საგანგებოდ ამ ჟურნალს მიუძღვნათ ერთი საღამო ავტორების მოწვევით და იმედია რომ ნაყოფიერი იქნება ეს წელიწადი. ასევე მუნიციპალიტეტის მერიამ ჩვენი რაიონის გამგებელმა დათო გირგიტაძემ ის ინიციატივა იყო ასევე საკრებულოსის და ბაღის რეაბილიტაცია მოხერხდა. ჩვენ ძალიან გვიხარია რომ ეს ბაღი რომელიც წლების მანძილზე სავალალო მდგომარეობაში იყო განახლდა და მოსახლეობასაც რა საშუალება შემოვიდნენ აისვენონ ასევე დარბაზიც აღდგა რაღაცა ნატალი აკლია მაგრამ ყოველ შემთხვევაში სპექტაკლების თამაში შეიძლება აი გათხოვაც გვაქვს და ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენთან რამდენიმე თეატრი აქტიურად თანამშრომლობს თეატრი ნომერი პირველი და მე მინდა მადლობა უთხრა ეს ხელმძღვანელს ნიაზ ჯობავას რომელიც ძალიან აქტიურად თანამშრომლობს ჩვენთან და მოგვიძლია ძალიან ხარში მიდგას იმ მსახიობებს ვინც ამ სცენაზე თამაშობენ სხვადასხვა თეატრებში არიან დასაქმებულები მაგრამ ჩვენთანაც თანამშრომლობენ და ასევე ძალიან მნიშვნელოვანი მე თუ გითხრათ 2025 წელს ესეთი ფაქტი მოხდა ვერიკო ანჯაფარაძის სახელობის ერთი სახელობის თეატრი რომელიც 2007 წლიდან აღარ ფუნქციონირებდა სამწუხაროდ რაღაცა მიზეზების გამო მოხერხდა და მსახიობის სახლის სცენაზე უკვე შედგა 14 ნოემბერს პირველი სპექტაკლი ვითამაშეთ საათნოვა მინდა მადლობა უთხრა გიორგი სიხარულიძეს რომელმაც დადგა ეს წარმოდგენა პერფორმანსი მაშინ მონაწილეობდნენ დათო ევგენიძის ბენდი მასაც დიდი მადლობა და რაც თავარია ჩვენი უდიდესი ორი მსახიობი ქართული სცენის ჯანდოქრები ქალბატონი მარინა კახიანი და ბატონი ზურაბ კიფშიძე რომელმაც წარმოადგენს ძალიან მოკლე დროში უკაცრავად რაღაცა მოვიხიბლე მაია ბარათაშვილის და ლევან სუთიძის მიერ დადგმული
ცეკვებით, რომელსაც სულ ცოტა ხანში შემოგთავაზებთ, ვაგრძელებთ გამოშვებას და რომ შეგპირდით საფრანგეთიდან ჩაგორთვებიან ქორეოგრაფები, მეთქი სწორედ უმშვენიერესი მაია ბარათაშვილი, უკაცრავად ხო, მაია ბარათაშვილი. მე ხა წავედი მაია ბარათაშვილზე, ჯაზის მუსიკოსი როა და უცებ შემეშალა ბოდიში, ასე ხდება ხოლმე პირდაპირ ეთერში ყველაფერი დასაშვებია, ხო? მაია ბარათაშვილი და მისი კოლეგა, ასევე ქორეოგრაფი ლევან სუთიძე. მოგესალმებით, მაია, ლევან. არაჩვეულებრივი კადრი გაქვთ აღებული, არა მხოლოდ ნიჭიერი ქორეოგრაფები, არამედ მშვენიერი ხელოვანები ხართ ფოტოგრაფიის ამბავში. ძალიან დიდი მადლობა, რომ გვერთვებით. მე ხა ზუსტად ვუყურებდი, მართლა ულამაზესად გაქვთ დადგმული და ბავშვებს, ეხა მანდ მცხოვრებ ბავშვებს თქვენ რო აწვდით ამ ყველაფერ ქართულს, მხოლოდ ცეკვას ხო არ აწვდით. იგივე ეს ოსური რო გაქვთ დადგმული, ამ ოსურის ისტორიას ხო უყვებით. მან თითოეულმა მათგანმა ხო იცის ეხა რა ხდება სამაჩაბლოში, მათ ხო იცის აფხაზეთში რა ხდება. აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. მოდით მე გავჩერდებით და თქვენ ეხა მითხარით, როდის ჩამოაყალიბეთ თქვენ ანსამბლს ქვია ფესვები საფრანგეთიდან. კი ბატონო. ფესვები საფრანგეთში გამარჯობათ, მოგესალმებით. ყველას უღრმეს მადლობას მოგახსენებთ. პირველ რიგში იმით, რომ დაინტერესდით ჩვენით, იმით, რომ ყურადღება მოგვაქციათ, ამისთვის უღრმეს მადლობას მოგახსენებთ. ჩვენ 2018 წლიდან ვარსებობთ სანტეტიანში, სანტეტიანის ფესვებში, სანტეტიანში გვაქვს ასოციაცია ფესვები, სადაც ბავშვები სწავლობენ არა მხოლოდ ცეკვებს, არამედ ქართულ წერა-კითხვას და ისტორიას. ანუ ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენ იდენტობას, არ ვკარგავთ ჩვენ იდენტობას, ბავშვები ნახევარზე მეტი დაბადებულები არიან აქ საქართველოს, არც აქვთ ნანახი და ჩვენ ვცდილობთ ყველანაირად, რომ ჩვენი კულტურა მივაწვდინოთ, ჩვენი ენა, ჩვენი ისტორია, ყველაფერი მივიტანოთ ბავშვებამდე, კი მშობლები ვცდილობენ, მაგრამ ხო იცით, მაინც გაკვეთილებს უფრო სხვა დატვირთვა აქვს და უფრო სხვანაირად იღებენ ბავშვები. მოკლედ, ყავს ამ ეტაპზე 38 მოსვისა ყავს მოსწავლე და რა ვიცი, ცეკვავთ ვართ. ეხა 33 წამიან ვიდეოს გავუშვებ და მე ისევ დავბრუნდეთ და თქვენ საუბრის დროს მუდმივად გაყვება ლეიტმოტივად ის მასალა, რომელიც ჩვენ მოგაწოდეთ, ის საკმაოდ ხანგრძლივია. ჩვენ თქვენთან სასაუბრო გვაქვს ბევრი. ძალიან დიდი მადლობა. და ირაკლი იქ არის კიდევ ერთი 12 წუთიანი ვიდეო ძალიან საინტერესო ეხა ვნახე და თუ იქნება საშუალება მე მაგითი დავემშვიდობოთ დროებით მაყურებელს. მაია, თქვენ რა ასაკის ბავშვებთან გაქვთ შეხება? ესე იგი, ჩვენთან ანსამბლში ყველა ასაკის ბავშვები ყავს. 3 წლის ყავდა პატარა მარიამიკო. 3 წლის იყო მარიამიკო, რომ მოვიდა ჩვენთან ანსამბლში და ანუ ჩვენ ხო იმის ფუფუნება არა გვაქვს აქ რომ ბავშვები ავარჩიოთ ასაკის მიხედვით, შესაძლებლობების მიხედვით, ანუ ყველასთან უნდა ვიმუშაოთ. ანუ სხვა უფლება არ გვაქვს. ვისაც აქვს სურვილი ქართული ცეკვის, აუცილებლად უნდა ვაცეკვოთ. აქვს იმას შესაძლებლობა არ აქვს, მაინც უნდა ვაცეკვოთ. აი, სულ თავიდან, ლევან, რომ დავიწყოთ, სულ თავიდან, თქვენ და მაიკომ ერთად შექმენით, ხომ? ეს დააფუძნეთ მოგესალმებით, პრობლემებში. მადლობა მინდა გადაგიხადოთ ყველაფერს და მოგილოცოთ 2026 წელი. ჩვენც გილოცავთ. ანუ მე არ შემიქმნია ეს ასოციაცია, შექმნა მაიამ 2018 წელს. მე კიდე ცოტა მოგვიანებით შევერთი, არ არის დიდი ხანი რაც საფრანგეთში ვიმყოფები, 3 წელია უკვე და რო ჩამოვედი, მალევე შევერთი ანსამბლ ფესვებს. ასოციაცია ფესვებს და ნუ ერთად შრომით, სიყვარულით და ისე გამოდგა რომ მე და მაია ძალიან შინაურები ყოფილვართ. ერთ ანსამბლში გვიცეკვია თურმე.
რას ოღონდ ვცანეთ? ასაკში სხვაობაა დიდი, ახლა ლევანი ასაკით პატარაა ჩემზე, თურმე ერთი მასწავლებელი გყავს. ერთი ქალაქიდანაც ყოფილვართ. მაია, მე წავიკითხე თქვენი მონაცემები და იქ წერია რომ თქვენი მშობლებიც მოცეკვავეები იყვნენ, ხო? კი, ბატონო, აი მოდით აი დედა- წინაპრების შესახებ ორი სიტყვით რომ იცოდეს ხალხმა ვინ არის წასული და ვინ ანთებს ცეცხლს ამ ქართულ ფესვებზე, ფესვების საშუალებით. დედა, ანუ მამა ჩემი ალექსანდრე ბარათაშვილი იყო მომღერალი, უკვე გარდაცვლილია, მამა აღარ არის ცოცხალი. დედა იზოლდა მაჭარაშვილი მოცეკვავე ასევე საპოვნელაში ცეკვავდნენ და მღეროდნენ ორივე, დადიოდნენ გასტროლებზე, მოკლედ იმ დროს ძალიან თქვენ ფაქტიურად კულისებში გაზრდილი გამოდიხართ. ზუსტად 13 წლის ვიყავი, რომ დავიწყე ცეკვა. 3 წლიდან საპოვნელაში. ბოდიში ირაკლი გავუშვათ ლეიტმოტივად, გავუყოლოთ საუბარს, ხომ? თუ შეიძლება, თუ არის მზად გამოგზავნილი ვიდეო მასალა. დიდი მადლობა. ლევან, თქვენი წინაპრები ასევე მუსიკის სფეროდან არიან, ხელოვნების სფეროდან? მამა ჩემი იყო კი მღეროდა, მამა ჩემიც ანსამბლშიც მღეროდა იმერეთში და ცეკვითაც იყო დაკავებული რამოდენიმე წელი, ოღონდ ახალგაზრდობაში როგორც ეგეთი პროფესიონალური დონეზე აგაგრძელებია, მაგრამ მეგობრები იყვნენ მამა ჩვენიც. აჰა, გასაგებია. აი ხა მიდის ზუსტად თქვენი ფესვების ცეკვები, ეს ცეცხლოვანი ცეკვა. ეს რომელია? აჭარულია თუ ვერ ვხედავ აქედან? არა, ეს ცეკვა არის ანუ ჩვენი გაკეთებულია. თქვენი გაკეთებულია. აი ეგ მაინტერესებს ზუსტად. მოდით, აი თქვენ რო დგავთ ცეკვავს, იმას შინაარსი ხო აქვს? აი ორი სიტყვით რა შინაარსი აქვს? ეგ არის მთავარი რომ თქვენ შინაარსობრივად აწვდით ამ ბავშვებს ქორეოგრაფიას, მაია? რა თქმა უნდა, აი ხლა ეს ბოლო ცეკვა ანუ ის წითელ ფორმებში რაც იყო, ის ცეკვა რაც თქვენ ეხა ამ ოსურამდე აჩვენეთ, ეს ცეკვა არის ჩვენი მე დავარქვი ჩვენი ნიშა, ჩვენი იდენტობა, ანუ ჩვენი ანსამბლის. იმიტომ რომ ბავშვები იმდენად სხვადასხვანაირები არიან და თვითონ ცეკვის მოძრაობებიც, ანუ ცეკვაში გაერთიანებულია სხვადასხვა მოძრაობები, იქ არის ყაზბეგური, იქ არის ანუ ყველა თითქმის მთელი საქართველოს კუთხიდან პატარ-პატარა მონაკვეთები გადმოვეცით, რომ ფესვები დავაქვით. ცეკვასაც აი როგორი ემოციურია ეხლა ეს რაც თქვენ. ყველა კუთხიდან პატარ-პატარა მონაკვეთი გვინდოდა ამ ფესვებში შეტანილიყო და გონი გამოგვივიდა კიდეც საერთოდ. მე მგონი ასეთი რაღაცა არავის არ აქვს გაკეთებული. არ გონი არავის მე ეს არც პირად საუბარში არ გითქვამთ თქვენ ეს როგორი ძალიან ამაღელვებელი და ძალიან ემოციურია. ეხა ჩემთვის პირადად და წარმოდგენილი მაქვს ეხა იქ რა იქნება. თქვენ დადიხართ გასტროლებზე, გადიხართ საფრანგეთს მიღმა? საფრანგეთიდან ვერ გავდივართ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ბავშვები და მშობლები გვყავს უსაბუთო. და არ გვინდა რომ დავაშოროთ ერთმანეთს, ვიღაცა წავიყვანოთ, ვიღაცა არ წავიყვანოთ, ეს არ გვინდა რომ მოხდეს. დაიჩაგრება მაგის ხო, და ამიტომ და საქართველოში ხო ჩამოდიან ეს ბავშვები? არა. სამწუხაროდ ვერა. ჩვენ გვაქვს ამის იმედი, იმიტომ რომ მამა ანტონმა დაგვპირდა პარიზიდან, რომ რაღაცა, ანუ ფიქრობენ, რომ რაღაცა უნდა გაკეთდეს ამ კუთხით, იმიტომ რომ ბავშვები კი არა, მე 10 წელი არ ყოფილვარ საქართველოში. უი, რას ბრძანებთ? და ლევან ვართ. მე 3 წელია. ლევანი 3 წელი. ბავშვები არიან აქ დაბადებულები, რომლებიც უკვე 17-18 წლისები არიან და არ არიან ნამყოფი საქართველოში. საბუთების არ ქონის გამო ეს პრობლემა ძალიან ისეთია ჩვენს ანსამბლში და საერთოდ ზოგადად ბევრი ქართველისთვის არის ეს პრობლემა. კარგი, მოდით ის მიხარია, მოდით გასწვეტინებს, ბავშვები აქ არიან დაბადებულები თითქმის 80%. ქართულად ლაპარაკობენ, ქართულად წერა, კითხვა, ყველაფერი იციან და მგონი იმათ მეტად ენატრებათ საქართველოს, რომელიც ნანახიც არა აქვს. ესე გადმოცემით იციან და იმათ მეტად ენატრებათ და ერთი სული აქვს როდის ჩავლიან, ეხლა რო გვაქვს ლაპარაკი რეპეტიციების დროს, სულ მაღაზი არიან ორიენტირებულები, რომ აი საქართველოში გვინდა. ხო, წავალ. ეს ხათისონის მშობლების და თქვენი დამსახურებაა. კი, ნამდვილად. მოდით აი სულ თავიდან რო დავიწყოთ. 2018 წელი, რომელი თვე იყო? სექტემბრის დავიწყე პირველი რეპეტიცია კი. აზრი საიდან წამოვიდა? აი რატომ ჩათვალეთ რომ აუცილებელი იყო და ამ დროს აუცილებელი იყო?
ნამდვილად. მე ვარ ქორეოგრაფი, პროფესიით ქორეოგრაფი, ანუ მე მუშაობდი თქვენ კულტურის უნივერსიტეტი გაქვთ ხო დამთავრებული? კულტურის უნივერსიტეტი გაქვთ დამთავრებული, პლუს კიდე ანუ მუშაობდი 205-ში მუშაობდი, პლუს კიდე ჩემ რაიონში, ანუ ჩემი პროფესია ეს. და აქ რო ჩამოვედი, ვერასდროს ვერ ვიფიქრებდი, რომ მე ოდესმე რამეა, ცეკვის მხრივ ანუ არ მიფიქრია და მე გავიცანი აქ ფრანგები. და ამ ფრანგებმა გაგვაკეთებინეს ეს ასოციაცია, იმიტომ რომ ზოგადად მოგეხსენებათ ფრანგული წერა კითხვა ძალიან ურთულესი, ახლა მე ამას მარტო ესეთ მოკლე დროში ვერაფრით ვერ შევძლებდი და თვითონ ფრანგებმა გაგვაკეთებინეს, დაგვეხმარენეს კომპიუტერულად, ანუ სისტემა ფრანგებმა გაგვიკეთეს და ნუ გადმოგცეს მერე და ახლა დღესდღეობით ჩვენ და ჩემი და მეხმარება კიდე რომელმაც ეს კომპიუტერულად მე არაფერი არ გამეგება საერთოდ მე ვაწვდი მასალას და ხო და ანუ ეს იყო რომ ჩემი პროფესია იყო და მე მინდოდა რომ თან ძალიან ბევრი ოჯახები გავიცანი რომ ჩამოვედი ბავშვები და მივხვდი რომ აუცილებელი იყო და მე მეორე სკოლა ჩვენ მეორე სკოლაც გვაქვს მეორე ქალაქში იქაც 30-მდე ბავშვი ყავს ანსამბლში რას ბრძანებთ და ლევან თქვენ სპეციალურად იმისთვის ჩაბრძანდით რომ იცოდით რომ მანდ ფესვები არსებობდა თუ ჩახვედით და რომ დაგხვდათ და მიხვედით არა მე ჩამოვედი საფრანგეთში ცხოვრობდი ამ ქალაქიდან 80 კილომეტრის მოშორებით და ერთ რეპეტიციაზე გადავწყვიტე რომ წავსულიყავი მენახა რაც ეკოდნენ ქართველი ბავშვები, ქართველი ემიგრანტი ბავშვები რეპეტიციაზე და იქ რომ მივედი და ნუ გავეცანი მაიას, გავიცანით ერთმანეთი, ნუ მაიას ინიციატივით ხონით ხოვა რომ მივსულიყავი და ერთად გაგვიწევდი. მოგეხსენებათ ახლა მე ჩვენ კი ვსწავლობთ ზოგადად ქორეოგრაფები ვსწავლობთ ბიჭის მოძრაობებსაც ყველაფერს, მაგრამ ბიჭის ახსნილი მოძრაობა მაინც სხვა არის. რა თქმა უნდა. ვანაირი მოტივაციით ცეკვავენ ბიჭებიც. რა თქმა უნდა. ამიტომ ჩემი ძალიან დიდი სურვილი იყო, რომ ლევანი ჩემთან ერთად ყოფილიყო და თან რადგან ის გავიგე, რომ ერთი მასწავლებელი ყავდა, გოჩა ჭანკვეტაძე, ერთი მასწავლებელი, ისეთი უცნაური იყო, როგორი ახლა ამ ხელა სადაც გავიგეთ რამოდენიმე თვის შემდეგ რეპეტიციები რომ დავიწყეთ, ანუ იმ დღეს რომ დავიწყეთ ურთიერთობა და ნუ ესე და ესე ნუ დავლაგდით რომ უნდა მევლო 80 კილომეტრი იყო, მაგრამ უნდა მევლო და დავდიოდით და მე ერთი 3-4 თვის მერე ესე ლაპარაკში საცეკვავდი გოჩა ჭანკვეტაძე. აღმოჩნდა მე ჩემი ქორეოგრაფია ბავშვობიდან მან ცეკვავ, მეც მან ცეკვავ, საიდან ხარ თერჯოლიდან და ეხლაც ამ 80 კილომეტრის დაფარვა გიწევთ? შემდეგ უკვე გადმოვედი ამ ქალაქში საცხოვრებლად, იმიტომ რომ ცოტა მიჭირდა ყოველ რეპეტიციებზე 80 კილომეტრი წამოდი, მერჩივნა რომ ამ ქალაქში გადმოვსულიყავი და თვითონ წერან ბრძანა ლევანმა რომ ბავშვებს რომ მიუხედავად იმისა რომ 17-18 წლის ბავშვებს არ აქვს საქართველოს ნანახი მათ ენატრებათ ეს საქართველოს აი ბავშვებთან გაქვთ საუბრები აი მხოლოდ ისე მეგობრულად საქართველოს შესახებ აი დავუშვათ თერჯოლაში რა არის ვინ იყო თერჯოლიდან უკაცრავად საკმაოდ ბევრი ისეთი ცნობილი ადამიანია წამოსული. ვინ იყო დავუშვათ ქუთაისიდან ქუთაისი რომ წერან სტუმარმა ახსენა და რა თქმა უნდა ყველა ვეთანხმებით კულტურის კერა, რა ვიცი, ნახევარზე მეტი ეს თერგდალეულები და ცისფერყანწელები, ქუთაისის ის კი არა, ქუთაისში ულამაზესი ხე არის, სადაც ცისფერყანწელები ჩიტებივით ისხდნენ იქ და იქ წერდნენ და ერთმანეთს ესაუბრებოდნენ. აი ამ მსგავს თემებზე გაქვთ ხოლმე ლევან, მაიკო ლაპარაკი? დიახ. მსგავს თემებზე უფრო ჩემი და, იმიტომ რომ ჩემი და ასწავლის ქართულ წერა-კითხვას და ისტორიას ბავშვებს. მსგავს თემებზე უფრო ჩემი ვაცნობთ ცეკვის კულტურებს, ანუ კუთხეებს ვაცნობთ ბავშვებს, რომ აი რომელიც ცეკვასაც აჭარულ კულტურას ვაცნობთ, რომ საიდან. ისე რა საინტერესოა, რომელი უფრო მოწონთ? რომელი მხარე უფრო მოწონთ? არა, ცეკვა აჭარული? ცეკვა აჭარული მოსწონთ. და ისე მხარე თუ დავუშვათ იმერეთი და გურული და აღმოსავლეთიდან ყველა თითქმის რამდენადაც ბავშვები უმრავლესობა ნამყოფი არ არის. დიახ. ყველაფერი მოწონთ, ყველაფერი. მე ჩვენც ანუ მშობლებიც ძალიან ვცდილობთ, რომ სულ ახლოს იყვნენ ბავშვები. აი მაგალითად აღნიშნავთ ერთად დღესასწაულებს, ერთად ვიკრიბებით, რომ ამ ბავშვებმა ნახონ ის ჩვენი ტრადიციები, ეს ჩვენი მისვლა-მოსვლა ერთმანეთში, ერთმანეთის სიყვარული ძალიან დაახლოვდნენ, უკვე გაიზარდნენ თან ერთად და
უკვე ძალიან დაახლოვდნენ დიდი ბავშვებს. მნიშვნელობა აქვს მაგას და მაიკო რა მაინტერესებს წეღან 59 წამი მრჩება წეღან მოძღვარი ახსენეთ და ეს ეკლესიურ მხარეს და რელიგიურ მხარეს ძალიან აქცევთ ხომ ყურადღებას ძალიან და მე ჩვენ სამწუხაროდ მამა ანტონმა ვერ მოახერხა 10 იანვრის კონცერტზე ჩვენ 10 იანვარს კონცერტი გქონდა როგორც იცით ჩამოსული იყვნენ 7 ქალაქიდან საფრანგეთის 7 ქალაქში არსებული ანსამბლები იყვნენ ჩამოსული და მე მამაოც მოვიწვია მაგრამ სამწუხაროდ მამამ ვერ მოახერხა ჩამოსულა დაკავებული იყო მაგრამ არაუშავს ჩვენ კიდევ გავაკეთებთ ეს ღონისძიებებს იმიტომ რომ გვაქვს ძალიან ბევრი ღონისძიებები დაგეგმილი და ქართული ანსამბლები არის ხო სხვადასხვა ქალაქებში ქართული კი ბატონო რა ბედნიერებაა რომ აი ესე კონკურენცია არ არსებობს ხო ანუ კონკურენცია კი რა რაღაცა ცოტა სხვა ნაკლებად სახარბიელო არაფერი არ არსებობს პირიქით ყველა ერთნი ხართ 200 ბავშვი იღებდა მონაწილეობას ახლა ამ კონცერტში 200 ბავშვი ბევრმა ვერ შეძლო ჩამოსვლა და ყველა ერთმანეთზე ზრუნავთ ხო? აი და იმიტომ ხართ ასეთი წარმატებულები, იმიტომ გაქვთ ასეთი წარმატებული და ყველა საკმაოდ ცნობილი ქორეოგრაფიული ანსამბლი ქართული ცეკვის ანსამბლი რომელსაც ფესვები ქვია საფრანგეთში და ფოლკლორის სიმღერა ხომ არ გაქვთ კიდევ ჩვენ არ გვაქვს სამწუხაროდ მაგრამ ისე გვადავაპირეთ ერთხელ გვინდოდა გაკეთება ფიქრობთ იმიტომ რომ ლევანი ძალიან კარგად მღერის უკრავს რას ამბობთ ღმერთმა ხელი მოგიმართოთ კლავ და კლავ გილოცავთ შობას გილოცავთ ახალ წელს და თქვენ გელოდებით დიდი მადლობა რაიმე ხომ არ გაქვთ გზავნილი თქვენი საქართველოსთვის მადლობა უბრალოდ რამე ხომ არ გინდათ უთხრათ თქვენს საქართველოს ისევ და ისევ მინდა ჩვენ საქართველოს მივულოთ 2026 წელი და ძალიან მენატრება ჯერ 3 წელია რაც ჩამოვედი მაგრამ ეს 3 წელი ჩვენთვის ალბათ 3 საუკუნეც არის რა ეს ილია ჭავჭავაძესი არ იყოს ეს 4 წელი იცი მკითხველო რა 4 წელიწადია აი მასეა ხო რო გვენატრება ეს ერთია მაგრამ თუ მაქვს იმის უფლება რომ იქნებ როგორმე ვინმეს ხმა მივაწინოთ რომ ეს ბავშვები ჩამოვიყვანოთ საქართველოში კი როგორ არა თქვით ვის უნდა მიაწოს საგარეო საქმეთა სამინისტროში საგარეო საქმეთა სამინისტროში ძალიან კარგი ადამიანები მუშაობენ. ადამიანური თვალსაზრისით ვიძახი და ჩვენ ფორმები სულ საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით ავიღეთ. ანუ ახლა გავიმარჯვეთ კიდე ტენდერში 15000 ლარით დაგვიფინანსეს ფორმებს მაგით ვკერავთ, თორე ფიზიკურად ვერ შევძლებდი ჩვენ ამდენი რამის გაკეთებას. ანუ და ძალიან მინდა რომ ეს ბავშვები როგორმე საქართველოში ჩამოვიყვანოთ და მე ვიცი რომ რაღაცა გზები არსებობს უბრალოდ რაღაცა თავის მოყრა უნდა ამ ყველაფერს და საგარეო საქმეთა სამინისტროში ვისაც მე ვიცნობ და საკმაოდ ბევრს ვიცნობ ყველა გულთან მიიტანს თქვენს ნათქვამს და ალბათ აი ნახოთ სულ მალე ალბათ აგიხდებათ ეს სურვილი იმედი მაქვს მოგიკითხავთ ყველას დიდი სიყვარული და უღრმეს მადლობას გეტყვით რომ დღეს ჩვენ ეთერი დაგვითმეთ და დაინტერესდით ჩვენი ძალიან დიდი მადლობა დიდი მადლობა თქვენ არაჩვეულებრივ საქმეს აკეთებთ ეროვნულ საქმეს აკეთებთ იქ შორეულ საფრანგეთში აყვარებთ აცნობთ ახსენებთ ზოგიერთს საქართველოს ისტორიას ლიტერატურას და ეს ყველაფერი ცეკვაში აისახება და თქვენს მიერ დადგმულ ქორეოგრაფიებში და რა თქმა უნდა გისურვებთ ყველა სფეროში წარმატებას. ბედნიერად ბრძანდებოდეთ. ნახვამდის. მადლობთ ჩართვისთვის. მადლობთ. გაიხარეთ. კარგად. ასეთი იყო ჩვენი დღევანდელი გამოშვება. საახალწლო მართლაც საახალწლო, ოდნავ ისეთი სევდის თანხლებით, რომელიც აუცილებლად გამოსწორდება სევდას, გულისხმობ იმას, რომ 17-18 წლის ქართველ ბავშვებს არა აქვთ საშუალება, რომ საქართველოში ჩამოვიდნენ, მაგრამ ისინი აუცილებლად ჩამოვლენ თავი და მთავარი ის არის, რომ მათ ენატრებათ საქართველო და ისინი აუცილებლად ჩამოვლენ საქართველოში. მე კლავ გილოცავთ შობას, გილოცავთ 2026 წელს, რომელიც არის ფეხბედნიერი და დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ჩვენთაგანს ჩვენი სანუკვარი ოცნებები აუცილებლად აგვისრულდება. ყველას დიდი მადლობა, ვინც გვიყურეთ და გვისმინეთ. მე მომავალ პარასკევამდე გემშვიდობებით. ნახვამდის.